საქართველოს დამოუკიდებლობის 7 წლისთავთან დაკავშირებით თემატური ინსტალაცია მოეწყო გორის ლომჭაბუკის სკვერში. ხელოვნების სახლის თანამშრომლებმა 107 დროშით გადახლართული ლაბირინთი მოაწყვეს. ორგანიზატორების თქმით, თითოეული დროშა აღნიშნავს ერთ წელს, ერთ გადარჩენისა და ზეიმის წელს, როდესაც ქართველ ხალხში კვლავ არსებობდა თავისუფლების იდეა. მათივე თქმით, ეს ინსტალაცია შეხსენება, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ერთჯერადი მოვლენა, ის არის უწყვეტი პროცესი. თავისუფლება არ არის მხოლოდ მემკვიდრეობა, ის კვლავ და კვლავ იქმნება სიმამაცით, ზრუნვითა და ერთიანობით. დღევანდელ დღეს ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტის გუნდს წარმოდგენილი გვაქვს ის ინვენტარი, რითაც ვახორციელებთ მონიტორინგს და დაკვირვებას ჩვენს დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ცხოველებზე. აქ წარმოდგენილია ფოტოხაფანგები, დრონი, რაციები, GPS-ები, ასევე ინვენტარი, სადაც ვათევთ ხოლმე ღამეს საჭიროების შემთხვევაში. ეს ყველა ინვენტარი ემსახურება საქართველოს ბუნების დაცვას, მის განვითარებას და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს ულოცავთ სრულიად საქართველოს 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში და ყოველთვის ყოფილი ყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები. გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა წარმოდგენილია დღევანდელ დღეს. ესენი არის კურსდამთავრებულებისა, რომლებიც გამოსაშვები კლასია, რომლებიც დიპლომზე მუშაობენ და წარმოდგენილია დღევანდელ დღეს მათ ნამუშევრები. სრულიად საქართველოს მიულოცავთ დღევანდელ დღეს. ყოფილიყოს დასაბამი ბედნიერი დღეებისა, თავისუფლებისა, გამარჯვებებისა და წინსვლისა.